არ მინდოდა საყვედური, მაგრამ ჩემო არჩეულებო, თქვენ კაი ხალხო. კარგად იცით, რომ ძმაჩუქოთ არც ერთი სი არ მაინტერესებს და არც თანამდებობა. დაუშვოთ არც ჩემ შვილებს აინტერესებთ, რატომღაც. ნაცების დროს სამსახურში მიღებული ოცნების ნაცმა დირექტორმა შეამცირა ჩემი შვილი. მაიამ რა უნდა გვიქნასო უთქვამთ. მართალია, რას ვუზამდი, ან რატომ ჩავერეოდი, ან რატომ ვიმათხოვრებდი. რა ვქნა, არ მშვიდია მეთხოვნა შვილზეც კი. მხოლოდ ჩემს თავზე ვსაუბრობ, ჩემი გადმოსახედიდან. რჩევა თქვენ აქ გჭირდებათ. მეორე, მესამე ან ხალხის აზრს რომ უწოდებენ, არც ის გინდათ. კაი გენცვა, ღმერთმა ქნას, მამულსაც ის ურჩევნია რომ შვილები გჯობდეთ, დედებს და მამებს. აი, რაზეც ვერ გავჩუმდები, გუშინ ნაცს და ამრევს, მთელი შემოდგომა ზამთარი თბილისელების ნერვების დამგლებს, დღეს გადმოპორტირებულ ძაძამიას პირდაპირ საკრებულოში რომ შეიყვან, რათა თბილისის პრობლემებზე იზრუნოს. ჩემო ოცნებავ, შეკაიდეთ მამიშვილო, 13 წელი შენი ამომრჩეული რომ ვარ, შენი მოკეთე, დამცველი, თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ამ ქალაქის მცოდნე და მოყვარული და როგორც მინიმუმ არასდროს არც ერთ თბილისობაზე, ერთი ზრდილობის მოლოცვას რომ არ გამოგიგზავნია. აბა თბილისობაზე მოწვევას მე ხომ ჯერ ვერ ვიმსახურებ. ძაძამიებს თბილისის საკრებულოში რატომ მაკადრებ? ძაძამიებზე, მათ წარმოდგენებზე, დამცველებზე, ტაშის დამკვრელებზე, საკრებულოზე და თბილისზე ჩაფიქრებულს ერთი წვერებიანი ზესტაფონური ანეკდოტი გამახსენდა. ველისაპეტმა ჩეიარა, კაცი იჯდა ზედენე. წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად იმ ახალგაზრდის წარდგენას, რომელიც 2024 წლის საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოდიოდა.